ხშირად მიკითხებიან, რომელი რუკა უნდა გავაანალიზოთ და როგორ გავაკეთოთ პროგნოზი თუ დავიბადე ერთ ქვეყანაში და ვცხოვრობ მეორე ქვეყანაში. ესეთ შემთხვევაში არ კეთდება მხოლოდ ერთი რუკის ანალიზი, იმიტომ რომ ნატალური რუკა მუშაობს ყოველთვის, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანუ პროგნოზი ნატალური რუკის მიხედვით აქტუალურია მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ როდესაც თქვენ ხართ სხვა ადგილას, ქალაქი იქნება ეს სხვა ქალაქში ხართ თუ სხვა ქვეყნის სხვა ქალაქში ხართ, ყოველთვის ირთვება ლოკალური რუკა. თუ ლოკალური რუკა იგივეა, რაც ნატალური რუკა, ანუ თუ ახლოს ხართ დაბადების ადგილთან, ამ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება. იმიტომ რომ პროგნოზი იქნება იგივე ნატალური რუკის მიხედვით მხოლოდ, მაგრამ თუ თქვენ ხართ ისეთ ადგილას, სადაც ანუ შორს სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის სხვა ქალაქში, ანუ სხვაგან შორს. შესაბამისად, ესეთ დროს ირთვება ყოველთვის ლოკალური რუკა და ცალკე ნატალური რუკის ანალიზი ან ცალკე ლოკალური რუკის ანალიზი არაფერს არ მოგცემს, იმიტომ რომ ეს ორი რუკა ყოველთვის მუშაობს უკვე ერთობლიობაში. შესაბამისად, პროგნოზის დროსაც ხდება გათვალისწინება და შეკრება ყველა მაჩვენებლის, ანუ კეთდება ნატალური რუკის ანალიზი, კეთდება ტრანზიტული რუკის ლოკალური რუკის ანალიზი და შემდეგ ეს ყველაფერი ერთიანდება, ყველა მონაცემები. ანუ ორივე მუშაობს ერთნაირად, თანაბრად. არც ერთი არ არის მეორეზე უკეთესი, ან უარესი, რაიმე მხრივ ორივე პარალელურად მუშაობს. შესაბამისად, როდესაც მაგალითად ადამიანი გადადის სხვა ადგილას და ნატალურ რუკაში აქვს საფრთხე და შეიცვლის ქვეყანას და იქ არ აქვს საფრთხე, ის არ ნიშნავს იმას, ეს არ გამორიცხავს ნატალური რუკის საფრთხეს. ანუ არ გამორიცხავს არანაირად ნატალური რუკის საფრთხე ისევ აქტუალურია და ტრანზიტული რუკა უბრალოდ შეუძლია, ესე ვთქვათ, რაღაც პერიოდში ან გაანეიტრალოს, ან უბრალოდ დადებითი ასპექტები დაამატოს და არ გააუარესოს სიტუაცია, რომ მოგვცეს ესე ვთქვათ შანსი, რომ უფრო მეტად შერბილდეს ეს მოქმედება საფრთხის ამ შემთხვევაში. იგივე ეხება სამედიცინო ასტროლოგიასაც, რა სამედიცინო პრობლემებიც არის ნატალურ რუკაში, თუ ლოკალურ რუკაში არ იქნება მსგავსი პრობლემები, ეს არ გამორიცხავს ავტომატურად, არ გაქრება არსად ეს ნატალური რუკის დაავადებები, უბრალოდ თუ უკეთეს ადგილას გადავალთ, ეს დაავადებები ან შერბილდება, ან შემცირდება მათი, ესე ვთქვათ, სიხშირე მთელი ცხოვრების განმავლობაში, უფრო იშვიათად გვექნება, ან უფრო რბილად იქნება ეს ყველაფერი. ამიტომ ზოგადად გადასვლა სხვა ქვეყანაში ხდება იმის გამო, რომ უფრო პროგნოზი იყოს უკეთესი. ანუ ეს არ ცვლის ადამიანის ხასიათს, ეს არ ცვლის პირიქით უფრო მეტი კარმული მოვალეობები გვემატება, უფრო მეტი ხასიათი, ესე ვთქვათ, უფრო მეტად მრავალფეროვანი ხდება, უფრო მეტი სირთულეები ხდება თვით ანალიზის დროს, იმიტომ რომ ემატება ლოკალური რუკის მაჩვენებლებიც. მაგრამ ამას აქვს ერთადერთი პლუსი, რომ პროგნოზში თქვენი ცხოვრება შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს, უფრო მეტი შესაძლებლობები დაგვემატოს და საფრთხის დონე უფრო მეტად შევამციროთ, თუ რა თქმა უნდა გადავალთ ჩვენთვის უკეთეს ადგილას და არა უარეს ადგილას.